ის რაც უნდა ყოფილიყო კიდევ ერთი გამორჩეული რბოლა კარიერაში, რომელსაც სუნთქვის შემკვრელი სიჩქარე და უშიშარი მართვა განსაზღვრავდა, გადაიქცა დამწუხრებულ დღედ, რომელცელმაც სამუდამოდ შეცვალა ფორმულა 1-ის ისტორია. დღეს ჩვენ ჩაუღრმავდებით 1994 წლის სან-მარინოს გრან-პრის ტრაგიკულ მოვლენებსა და მოტოსპორტისა და ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მრბოლელის საშინელ ბოლო წუთებს. Ayrton Senna იყო რბოლის მაესტრო, რომლის ცხოვრება ტრეკზე ისეთივე შთამბეჭდავი იყო, როგორც გმირული. მრბოლელი, ინოვატორი, სტრატეგი, სენა ბევრ ფორმულა 1-ის გულშემატკივრისთვის ისეთივე იყო, როგორიც პიკასო და მიქელანჯელო ხელოვნებისთვის. იმისადმი მისი ერთგულება, რომ შესაძლებელი საზღვრები გადაეცია, განსაზღვრავდა მის კარიერას და შთააგონებდა გულშემატკივართა და მრბოლელთა ლეგიონებს. მრავალი მსოფლიო ჩემპიონობითა და უთვალავიგავი გამარჯვებით, ის იყო გზაზე, რომ თავისი ხედვითა და შეუდარებელი ნიჭით ფორმულა 1-ის სტილის სახე შეეცვალა. ერთ საბედისწერო დღეს იმოლას ტრასაზე, როდესაც მოგზაურობა, რომელიც მისი ოსტატობის მწვერვალის ჩვენებას უნდა ემსახურებოდა, ნაცვლად ამისა გადაიქცა შემაძრწუნებელ ისტორიად იმის შესახებ, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება ყველაფერი არასწორად წავიდეს რბოლის ტრასებზე. შემოგვიერთდით, როცა ვიკვლევთ 34 წლის ლეგენდის ცხოვრებას, რომლის შემდეგი დიდი გამოწვევა იყო კიდევ უფრო გაემყარებინა თავისი სტატუსი, როგორც ალბათ ყველა დროის უდიდესს. თუ წარმატებას მიაღწევდა, გააგრძელებდა მისთვის საყვარელი სპორტის დომინირებას, მაგრამ ბედს სხვა გეგმები ჰქონდა. თუ თქვენს ჩემსავით ფორმულა 1-ის შესახებ თქვენი ცოდნა შემოიფარგლება, ბრიან ღამით ახალ ამბებში, სპორტის განყოფილებაში ან შემთხვევით სოციალურ ქსელში ნახული პოსტით, შეიძლება იფიქროთ. Ayrton Senna მოდიოდა რბოლების ნიჭიერი ახალდაზრდების ტიპური გარემოდან, პრივილეგირებული ოჯახიდან, რბოლების არისტოკრატიაში დაბადებული, ბავშვობიდანვე მომზადებული ტრასებზე გასაბატონებლად. მაგრამ ეს სიმართლისგან ძალიან შორს იყო. მიუხედავად იმისა, რომ Ayrton Senna-ს კომფორტული ბავშვობა ჰქონდა, მისი შესვლა რბოლების სამყაროში ოჯახური მემკვიდრეობით წინასწარ განსაზღვრული არ ყოფილა. Ayrton Senna-ს ოჯახი რბოლებით ცნობილი არ ყოფილა. ისინი ბიზნესმენები იყვნენ სან-პაულუში, ბრაზილიაში. Ayrton-ის ისტორია არ ეხება ბავშვობიდან მოპოვებულ რბოლის თასებს. ეს ბიჭზეა, რომელსაც მანქანები ყველაფერზე მეტად უყვარდა. Ayrton-ი დაიბადა 1960-ის 21 მარტს წელი, როგორც ოჯახის შუათანა შვილი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მას თავის გამოჩენის გზების პოვნა უწევდა. სულ პატარა ასაკიდანვე Ayrton-ს ყველაფერი უყვარდა, რაც ბორბლებზე მოძრაობდა. ის რბოლის ტრასებით ან სპეციალური აღჭურვილობით გარშემორტყმული არ იყო, მაგრამ მას ჰქონდა სათამაშოები და გოკარტები, რომლითაც მამამისი ეხმარებოდა ეთამაშა. მისმა მამამ, წარმატებულმა ბიზნესმენმა, დაინახა რამდენად უყვარდა Ayrton-ს მანქანები. ამიტომ, როცა Ayrton-ი მხოლოდ 4 წლის იყო, საკუთარი ხელით გაუკეთა გოკარტი. ის განსაკუთრებული არ იყო, მაგრამ Ayrton-ისთვის იდეალური იყო. ის მას დიდ ეზოში ატარებდა და წარმოედგინა, რომ ნამდვილი რბოლები იყო. Ayrton-ისთვის ყველაფერი აქედან დაიწყო. და მალე, ბორბლებისადმი ვნება, მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპორტსმენად აქცევდა. მოზარდობაში Ayrton-ი ისეთივე ბავშვი იყო, როგორც სხვები. ის სკოლაში დადიოდა, სპორტით იყო დაკავებული და მეგობრებთან ერთად ატარებდა დროს. ის საუკეთესო მოსწავლე არ ყოფილა. უფრო მეტად ცნობდნენ მისი მიზანდასახულობით და ზოგჯერ ცოტა ჯიუტობით, თვისებებით, რომლებიც მოგვიანებით რბოლაში დაეხმარებოდა. როგორც იზრდებოდა, ასევე იზრდებოდა მისი გატაცება მანქანებით. მოზარდობის წლებში Ayrton-ის ოჯახმა შეამჩნია მისი ძლიერი ინტერესი სარბოლო შეჯიბრებების მიმართ. ცხადი იყო, რომ Ayrton-ს მხოლოდ ეზოს ტრეკი არ ყოფნიდა თავისი ოცნებების ასასრულებლად. როცა იგი 13 წლის იყო, მამამისმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო უფრო ორგანიზებულ საასპარეზო გარემოში მieყვანა იგი. მან Ayrton-ს პირველი ნამდვილი სარბოლო კარტი უყიდა. ეს უბრალოდ კარტი არ იყო, ის სპეციალურად შეჯიბრებისთვის იყო აგებული და Ayrton-ისთვის პროფესიონალურ რბოლებში პირველი ნაბიჯის გადადგმას ნიშნავდა. Ayrton-მა ადგილობრივ ქარტინგის ჩემპიონატებში ასპარეზობა დაიწყო. ქარტინგი ხშირად ითვლება მრბოლელის კარიერაში პირველ სერიოზულ ნაბიჯად და Ayrton-ისთვისაც ასე იყო. ის იქ უბრალოდ მონაწილეობისთვის არ იყო, მოსაგებად იყო მისული. მისი ერთგულება საკუთარი კარტის მექანიკის შესწავლისადმი, ბუნებრივ მართვის უნართან ერთად Ayrton-ს ბავშვობიდანვე გამოარჩევდა. ქარტინგმა Ayrton-ს მხოლოდ მართვა არ ასწავლა. მან შეისწავლა კონკურენტული რბოლის დინამიკა, მათ შორის სიზუსტის, დროის და სტრატეგიის მნიშვნელობა. ის საათობით ვაჯიშობდა და სწავლობდა სხვა მრბოლელებს, სწავლობდა მათ ტექნიკას და შეცდომებს. მისი პირველი რბოლები მარტივი არ იყო. მიუხედავად თავისი ნიჭისა, Ayrton-მა სირთულეებს შეეჯახა. ბოლა რთული სპორტია, სადაც თუნდაც პატარა შეცდომამ შეიძლება რბოლა დაგაკარგვინოს, მაგრამ Ayrton-ი გამძლე იყო. ის აანალიზებდა თითოეულ რბოლას, რომ გაეგო, რა იყო არასწორი და როგორ შეეძლო გაუმჯობესება. ეს დეტალებზე ყურადღების გამახვილება მისი რბოლის სტილის ერთ-ერთ მთავარ ნიშანს წარმოადგენდა. Senna 1977 წელს სამხრეთ ამერიკის კარტინგის ჩემპიონი გახდა. მან მონაწილეობა მიიღო ქარტინგის მსოფლიო ჩემპიონატში, ყოველ წელს 1978-დან 1982 წლამდე, ხოლო 1979 და 1980 წლებში მეორე ადგილი დაიკავა.
17 წლის ასაკში აირტონმა ბრაზილიაში კარტინგის რამდენიმე ჩემპიონატი მოიგო. მისი წარმატება ტრეკზე შეუმჩნეველი არ დარჩენილა და თანდათან აშკარა გახდა, რომ მას შეეძლო ეროვნული კარტინგის შეჯიბრებებს გაცდენოდა. აირტონმა დაიწყო ოცნება შორეულ ევროპაში რბოლაზე, სადაც კონკურენცია უფრო ძლიერი იყო და შესაძლებლობები უფრო დიდი. ოჯახის მხარდაჭერით აირტონმა გაბედული გადაწყვეტილება მიიღო და ევროპაში გადასახლდა. ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც მას ოჯახისა და მეგობრების დატოვება მოუწია. 1991 წელს აირტონი მეუღლესთან ერთად ინგლისში გადავიდა. ეს იყო მისი შანსი, მოტორბოლების გულში წარმატებისთვის ეცადა. ეს ნაბიჯი უცნობში გადადგმული ნახტომი იყო. აირტონი შედიოდა სამყაროში, სადაც არავინ იცნობდა, სადაც თავიდან უნდა დაემტკიცებინა საკუთარი თავი. ინგლისში აირტონი შეუერთდა One Dimen's რბოლის გუნდს, რომელსაც მაშინ ხელმძღვანელობდა Formula Ford-ის წამყვანი მენეჯერი Ralph Piermani. რომ მიიღო მონაწილეობა Formula Ford 1600 სერიაში, რომელიც პოპულარული საწყისი დონის სერია იყო, ბევრი მომავალი Formula 1-ის მძღოლისთვის. მისთვის ინგლისში ცხოვრების ადაპტაცია რთული იყო. ამინდი, საჭმელი და ენა მისთვის ყველაფერი ახალი იყო, მაგრამ მისი ყურადღება მაინც რბოლაზე იყო მიმართული. აირტონის ტალენტი სწრაფად გამოიკვეცა. მან ჩემპიონატი პირველივე სეზონში მოიგო და სწრაფადვე გახდა ცნობილი ტრასებზე, როგორც პოტენციური მომავალი Formula 1-ის მრბოლელი. მისი გზა სან-პაულოს პატარა ბიჭიდან ინგლისში ჩემპიონობამდე მხოლოდ დასაწყისი იყო იმ ბრწყინვალე კარიერისა, რომელიც ავტოსპორტში უნდა ქონოდა. მაგრამ ეს იყო კარიერა, რომელიც თითქმის დასრულდა, სანამ დაიწყებოდა. 1991 წლის ბოლოს, როდესაც მისი პირველი საავტომობილო სეზონი დასასრულს უახლოვდებოდა, აირტონმა გზაჯვარედინზე დადგა, რამაც შეიძლებოდა ნაადრევად დაესრულებინა მისი გზა ავტოსპორტში. ზეწოლა რამდენიმე მხრიდან გაიზარდა. მისი ცოლი, რომელიც უკმაყოფილო იყო უცხოეთში ცხოვრებით და ბრაზილიას ნატრობდა, და მისი ოჯახი, რომელიც აირტონს სამშობლოში ოჯახურ ბიზნესში მნიშვნელოვან როლს უწინასწარმეტყველებდა. ოჯახის მოლოდინებსა და საკუთარ სარბოლო ამბიციებს შორის მოქცეული, სენა გზაჯვარედინზე აღმოჩნდა. ამ ზეწოლების სიმძიმის შეგრძნებით, სენა რბოლის სეზონის შემდეგ ბრაზილიაში დაბრუნდა. მაგრამ 1991 წლის ზამთარში ბრაზილიაში დაბრუნებული სენა ძალიან უბედური იყო. ოჯახის ბიზნესში მუშაობა მას ისე არ აკმაყოფილებდა როგორც რბოლა. მას რბოლების ადრენალინი და ყოველ შეჯიბრებაში გაუმჯობესებისთვის კმაყოფილება ენატრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ბიზნესში კომფორტი და უსაფრთხოება ჰქონდა, სენასთვის ნათელი იყო, რომ მისი ადგილი ევროპის სარბოლო ტრასებზე იყო. თვეების ფიქრის შემდეგ, მიუხედავად ოჯახის დიდი წინააღმდეგობისა და მიმდინარე ქორწინებრივი დაძაბულობისა, სენამ გადაწყვეტილება მიიღო. 1992 წლის თებერვალში მან გადაწყვიტა ევროპაში დაბრუნება და რბოლების გაგრძელება, რაც საბოლოოდ მისი ქორწინების დასრულების მიზეზი გახდა. ეს გადაწყვეტილება სენას ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი იყო, რომელიც მის რბოლებზე სრულ ერთგულებას უსვამდა ხაზს. ერთგულებას, რომელმაც მას თითქმის ყველაფერი დააკარგვინა თავისი ოცნებებისკენ სწრაფვაში და ერთგულებას, რომელმაც საბოლოოდ საშინელ დასასრულამდე მიიყვანა. 1994 წელს სენამ თავისი Formula 1-ის დებიუტი თომენის გუნდში გააკეთა. ეს გუნდი ყველაზე კონკურენტუნარიანი არ იყო, მაგრამ სენას ბრძვინვალება ვერაფერმა დაჩრდილა. მისი პირველი სეზონი რამდენიმე შთამბეჭდავი შედეგით აღინიშნა, მაგრამ სწორედ წვიმიანი 1994 წლის მონაკოს გრან-პრი იყო ის, რაც მის პოტენციალს ნამდვილად გაუსვა ხაზი. საშიში პირობების მიუხედავად, სენა მე-13 პოზიციიდან გამოვიდა და მრბოლელებს შორის გაიჭრა, მეორე ადგილზე დაასრულა რბოლა. ბევრი ფიქრობს, რომ ის გაიმარჯვებდა, რბოლა ნაადრევად რომ არ შეეჩერებინათ ამინდის გაუარესების გამო. Formula 1-ის მაღალი ადრენალინის სამყაროში დროისა და მეტოქეების წინააღმდეგ ბრძოლა დაუღალავია, რასაც სიზუსტე, ოსტატობა და სიჩქარე განსაზღვრავს. თითოეული რბოლა, როგორც წესი, გულისხმობდა განსაზღვრული რაოდენობის წრეების გავლას და რბოლა დაახლოებით 90 წუთი გრძელდებოდა. მას არ შეეძლო მოსახვევების შემოკლება ან ტრასიდან გასვლა, რადგან ასეთ შემთხვევაში სანქციების რისკი არსებობდა. მისი ხელები და ფეხები მუდმივად მუშაობს მანქანის საჭის, მუხლუჭებისა და აჩქარების სამართავად. ამასთან ერთად თითოეულ წრეზე სიჩქარეებს 50 ჯერამდე ცვლის. იმისთვის, რომ დაესრულებინა თითოეული რბოლა და ქულებისთვის ყოფილიყო უფლება მოსილი, აირტონმა არა მხოლოდ უნდა დაასრულებინა რბოლა, არამედ ათეულში უნდა მოხვედრილიყო. Formula 1-ის რბოლებმა აირტონ სენას უნარი გამოსცადა. შეენარჩუნებინა კონტროლი, სრულყოფილად მორგებულ სარბოლო მანქანაზე, რომლის სიჩქარე 200 მილის საათზე მეც აღემატებოდა. რთულ ტრასებზე მოძრაობა, რომლებიც მიხვეული და აღმართ-დაღმართიანია, მაქსიმალურ კონცენტრაციასა და ფიზიკურ გამძლეობას მოითხოვს. საათი მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა შავ-თეთრი დროშა აიქნებება, რაც რთული რბოლის დასრულებას აღნიშნავს, სადაც თითოეული მილიცამი მნიშვნელოვანია. მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მრბოლელად აღიარებული სენა იყო გზაზე, რომ Formula 1-ის ლეგენდა გამხდარიყო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბრწყინვალე სადებიუტო სეზონი ჰქონდა.
თავის კარიერის დასაწყისშიც და მთლიანად კარიერის განმავლობაში სენა ცნობილი იყო თავისი უნარით. დეტალურად აეხსნა მანქანის მუშაობა და ტრასის მდგომარეობა, რაც იმ დროისთვის ტელემეტრიის ფართოდ გამოყენებამდე ბევრად ადრე იყო ფორმულა 1-ში. ეს ტექნიკური გამჭრიახობა პირველად გამოიკვეთა დალასის გრან-პრის დროს მომხდარი დასამახსოვრებელი ინციდენტისას, როგორც იხსენებს პატ სიმონსი, სენას პირველი ფორმულა 1-ის რბოლის ინჟინერი. მანქანა იქ საკმაოდ კონკურენტუნარიანი იყო, ამიტომ კარგ რბოლას ველოდით, მაგრამ აირტონმა რბოლის დასაწყისში დატრიალდა. შემდეგ მან საკმაოდ ეფექტურად შეძლო უკან დაბრუნება და კარგ შედეგს ველოდით. მაგრამ შემდეგ კედელს შეეჯახა, უკანა ბორბალი და წამყვანი ღერძი დააზიანა და გამოეთიშა რბოლას, რაც ნამდვილად სამწუხარო იყო. ამ ყველაფრის მთავარი მნიშვნელობა ის იყო, რომ როცა ბოქსებში დაბრუნდა, მომიყვა რაც მოხდა და მითხრა, დარწმუნებული ვარ კედელი გადაიცია. და მიუხედავად იმისა, რომ ყველა საბაბი მომისმენია, რაც კი მძღოლებს უთქვამთ, ესეთი ნამდვილად არ გამეგონა. მაგრამ აირტონი ხომ აირტონია, თავისი წარმოუდგენელი თავდაჯერებითა და აბსოლუტური რწმენით. შემდეგ დამარწმუნა, რომ რბოლის შემდეგ მასთან ერთად მივსულიყავი იმ ადგილას, სადაც ავარია მოუვიდა. და ის აბსოლუტურად მართალი იყო, რაც საოცარი რამ გახუდათ. დალასი ქუჩის ტრასა იყო. ტრასა გაშემორტყმული იყო ბეტონის ბლოკებით და რაც მოხდა, საბურავების კვალიდან ხედავდით, იყო ის, რომ ვირაცამ ბეტონის ბლოკი შორეულ ბოლოში დაარტყა, რამაც ბლოკი ოდნავ დაატრიალა. ასე რომ ბლოკის წინა კიდე რამდენიმე მილიმეტრით იყო გამოშვერილი. და ის მართავდა ისეთი სიზუსტით, რომ ის რამდენიმე მილიმეტრი იყო განსხვავება კედლის დაჯახებასა და არ დაჯახებას შორის. თავიდან მეწყინა, რომ რბოლიდან მძღოლის შეცდომის გამო გამოვეთიშეთ, მაგრამ როცა დავინახე რა მოხდა, როცა დავინახე როგორ მართავდა, ამან ჩემი პატივისცემა ამ ბიჭის მიმართ მნიშვნელოვნად გაზარდა. იმ სეზონში სენამ დამატებითი პოდიუმები მოიპოვა ბრიტანეთისა და პორტუგალიის გრან-პრიზე. ძღოლების ჩემპიონატში მე-9 ადგილი დაიკავა და 13 ქულა დააგროვა. თუმცა მისი სეზონი სკანდალების გარეშე არ ყოფილა. სენას იტალიის გრან-პრიზე დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა მას შემდეგ, რაც 1985 წლის სეზონისთვის ლოტუსთან მოლაპარაკებები დაიწყო, მაშინ როცა თავისი იმდროინდელი გუნდი ტირელი არ გააფრთხილა. მისი გადასვლა ლოტუსში 1985 წელს უფრო კონკურენტუნარიან მანქანას მოუტანა და მან ეს შესაძლებლობა გამოიყენა, როდესაც პორტუგალიაში თავის პირველ გრან-პრიზე გაიმარჯვა არასასურველ პირობებში. სველი პირობების ოსტატობა მისი კარიერის დამახასიათებელი ნიშანი გახდა, რის გამოც გულშემატკივრებსა და კომენტატორებს შორის მეტსახელი წვიმის კაცი შეარქვეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი 1988 წლის სეზონში დადგა, რომელიც მისთვის მაკლარენში პირველი იყო. თავარ მეტოქე ალენ პროსტთან ერთად აირტონ სენამ აჩვენა თავისი დაუღალავი სურვილი, გადაეცია როგორც საკუთარი, ისე სპორტის საზღვრები. იმ წელს მან 16 რბოლიდან 8 მოიგო და თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. მისი მეტოქეობა პროსტთან სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დაპირისპირებად იქცა და აიძულა სენა კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიეღწია. სენას ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი რბოლა იყო 1993 წლის ევროპის გრან-პრი დონინგტონ პარკში. აქ მან აჩვენა ის, რასაც ბევრი ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს პირველ წრედ მიიჩნევს. სენა მეოთხე პოზიციიდან, სველ პირობებში, სტარტზე რამდენიმე მანქანას გადაასწრო და პირველივე წრის დასრულებამდე ლიდერობა მოიპოვა, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილად წვიმის ოსტატი იყო. როგორც თავად სენამ ერთხელ თქვა, მზიან ამინჩი 15 მანქანას ვერ გაასწრებ, მაგრამ როცა წვიმს, ეს შესაძლებელია. ვეც კი წარმოიდგენდა, რომ უნარები, რომლებიც მას ტრასაზე ძლიერ ძალად აქცევდა, მალე ტრაგიკული შაბათ-კვირის მოვლენებით დაჩრდილდებოდა. როცა ფორმულა 1-ის ცირკი იმოლას ტრასაზე 1994 წლის სან-მარინოს გრან-პრისთვის ჩავიდა, ბნელი ღრუბელი გადაეფარა იმას, რაც უბრალოდ კიდევ ერთი საბოლოო შაბათ-კვირა უნდა ყოფილიყო. ეს იყო შაბათ-კვირა, რომელიც არა მხოლოდ მაის ლეგენდარულ შესაძლებლობებს გამოცდიდა, არამედ წარუშლელ კვალს დატოვებდა მის საყვარელ სპორტში და თავად ამ კაცზე. 1994 წლის ფორმულა 1-ის სეზონი ფორმულა 1-ის ისტორიაში გარდამტეხ მომენტად ითვლება. ტრაგედია, თაღლითობის ბრალდებები, მედიის ძლიერი ყურადღება, ყველაფერი იყო. ყველა თვალსაზრისით 1994 წელი ფორმულა 1-ის ისტორიაში დრამადრამტუხი გარდამტეხი წერტილი იყო. და სკანდალი სწორედ ზემოდან დაიწყო. 1993 წლის ფორმულა 1-ის სეზონში და მას წინა წლებში მრბოლელებს ჰქონდათ ცდომა ავტომობილის ტექნოლოგიებზე, რომლებიც ეწოდებოდა მძღოლის დამხმარე სისტემებს და რომლებიც მნიშვნელოვნად ეხმარებოდათ ტრასაზე გამოსვლაში. მაგრამ 1994 წელს ხელისუფლებამ საბოლოოდ გადაწყვიტა ამას ბოლო მოეღო. მთავარი წესების ცვლილებები განხორციელდა, რამაც აკრძალა დახვეწილი ელექტრონული მძღოლის დამხმარე სისტემები, როგორიცაა აქტიური საკიდარი, ანტიბლოკირების მუხრუჭები, ტრაქციის კონტროლი და სტარტის კონტროლი. ეს დამხმარე სისტემები მოტორსპორტის მწვერვალში აუცილებელ ელემენტებად იქცა, რაც მძღოლის შესაძლებლობებსა და მანქანის მართვას აუმჯობესებდა. მათი მოულოდნელი არ ყოფნა ნიშნავდა დაბრუნებას რბოლის უფრო სუფთა ფორმაში, სადაც მთავარი იყო მძღოლის ხელით მართვის უნარები და მექანიკური გამართვა.
შესაძლოა სპორტისთვის ეს კარგი იყო, მაგრამ ამ ცვლილებებმა გამოიწვია ის, რომ მანქანების კონტროლი მაღალი სიჩქარით მნიშვნელოვნად გართულდა, განსაკუთრებით ისეთი რთული მოსახვევების დროს, როგორიც იმოლას ტრასაზეა. ძღოლები და გუნდები გასაგებად ნერვიულობდნენ. ეს ნიშნავდა, რომ მათი მანქანები არა მარტო რთული სამართავი იყო, არამედ უფრო არაპროგნოზირებადი. მექანიკური მოჭიდებისა და მძღოლის ჩართულობისადმი ასეთი ძლიერი ყურადღება უსაფრთხოების შესახებ შეშფოთებას იწვევდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ფორმულა 1-ის სიჩქარე ძალიან მაღალია. როდესაც გუნდები სან-მარინოს გრან-პრიზე მივიდნენ, პადოქში დაძაბულობა და მღელვარება სუფევდა. იმოლას ტრასა, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი სიჩქარის მოსახვევებით და რთული გამლაგებით, იყო პირველი გამოცდა იმისა, თუ რამდენად კარგად შეძლებდნენ მძღოლები და მათი მანქანები ახალ რეგულაციებთან შეგუებას. პიტებში და გუნდებს შორის საუბრები ხშირად იმაზე იყო ორიენტირებული, რამდენად გამართული იყო მანქანები ამ გამარტივებულ პირობებში და ხომ არ შესწირა სპორტმა უსაფრთხოებას ანახაობის სურვილს. ყველა ემზადებოდა იმისთვის, რაც სწრაფად იქცეოდა ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ და მნიშვნელოვნად შაბათ-კვირად. დაძაბულობას კიდევ უფრო ამძაფრებდა ის ფაქტი, რომ წინა დღეებშიც უკვე საკმარისი დრამა იყო. შემაშფოთებელი შაბათ-კვირა დაიწყო პარასკევის პრაქტიკის სესიებზე, როდესაც რუბენს ბარიკელო, აერტონ სენას შეგივდი, ამომავალი ვარსკვლავის საშინელ ავარიაში მოყვა. როდესაც ბარიკელო ვარიანტე ბასას შიკანას უახლოვდებოდა, მისი ჯორდანი დიდი სიჩქარით კონტროლი დაკარგა. მანქანა ძლიერად დაეჯახა ბორდიურს და ჰაერში აიწია. მანქანამ რამდენჯერმე გადაბრუნდა ჰაერში, სანამ საბურავების ბარიერებში არ შეეჯახა. დარტყმამ შეამცირა ავარიის ძალა, მაგრამ მანქანა მთლიანად დაინგრა და კოკპიტი ღია დარჩა. როდესაც სამედიცინო პერსონალი სწრაფად მევიდა შემთხვევის ადგილზე, მათ სასწაულებრივად აღმოაჩინეს, რომ ბარიკელო გონზე იყო და მიუხედავად მიღებული ტრავმებისა, გატეხილი ცხვირისა და მოტეხილი ხელისა, ცოცხალი და კარგად იყო. მე სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრებოდა. სენა, როდესაც ავარიის კადრები ნახა, მაშინვე სამედიცინო ცენტრში წავიდა. მისი შვება, რომ ბარიკელო ცოცხალი იყო, ძალიან ძლიერი იყო, მაგრამ ინციდენტმა და თავისი პროტეჟეს თითქმის დაკარგვამ სენა ძლიერ შეარყია. ავის მომასწავებელი ატმოსფერო კიდევ უფრო გამძაფრდა მეორე დღეს, შაბათის საკვალიფიკაციო სესიაზე, როდესაც ტრაგედია კვლავ დატრიალდა. ავსტრიელი ახალბედა როლანდ რატცენბერგერი, რომელიც ცდილობდა თავი დაემკვიდრებინა თავის მხოლოდ მესამე ფორმულა 1-ში გამოსვლაზე, სასიკვდილო ავარიაში მოყვა, რამაც მომდევნო წლების განმავლობაში მთელი რბოლის საზოგადოება დაჩრდილა. რატცენბერგერი სწრაფ წრეზე იყო. მაღალი სიჩქარის ვილნოვის მოსახვევში შედიოდა, როდესაც მისი სიმტეკის წინა ფრთა, რომელიც წინა წრეზე დაზიომთა, წყობრიდან გამოვიდა. აეროდინამიკური დაწოლის ძალის დაკარგვამ პისიერი და კატასტროფული იყო. მისი მანქანა, რომელსაც მოხვევა აღარ შეეძლო, თითქმის საათში 190 მილის სიჩქარით პირდაპირ გავიდა ტრასიდან და ბეტონის კედელს შეეჯახა. დარქმა დამანგრეველი იყო და მანქანა ბარიერთან ძაფრი შეჯახებისას მთლიანად განადგურდა. სენა, რომელიც თავის საკვალიფიკაციო წრეზე ემზადებოდა, მაშინვე შეატყობინეს ავარიის შესახებ. გაოგნებულმა მან მანქანა პიტლეინში მიატოვა და ავარიის ადგილას გაემართა. მის სახეზე მძიმე გამომეტყველება აღბეჭდილი იყო. მოგვიანებით სამედიცინო ცენტრში მან საკუთარი თვალით იხილა მაღალი სიჩქარით შეჯახებების შედეგები. რატცენბერგერის კოლეგისა და ყველაზე სუფთა გაგებით კონკურენტის დაკარგვამ აშკარად იმოქმედა მასზე. სენაც ცრემლიანი თვალებით ნახეს, რაც იშვიათად არღვევდა მის ჩვეულებრივ თავშეკავებულ იერს და ასახავს იმ მძიმე რეალობას, რომელსაც ისინი ყველა აწყდებოდნენ. სენამ, როგორც ამბობენ, იმ საღამოს, მის უკანასკნელ საღამოს დედამიწაზე, ახლო გარემოცვის თეორებთან ღრმა საუბარში გაატარა და ფიქრობდა მათი სპორტის საფრთხეებზე. აირტონ სენას ნამდვილად ჰქონდა საფუძველი შეშფოთებისთვის. მან ახლახან დაასრულა თავისი ხანგრძლივი პარტნიორობა მაკლარენთან, გუნდთან, რომლის ინჟინრებსაც იცნობდა და ენდობოდა და რომელთან ერთადაც სამჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი მძღოლებში, რათა უილიამს შეერთებოდა ფორმულა 1-ის კიდევ ერთ წამყვან გუნდს, უილიამს FW16-ით. ამ ახალმა პარტნიორობამ სულ მცირე თეორიულად მეწპირდებოდა როგორც რეკლამებში, ასევე ბონუსებში, მაგრამ გამოცდილ ფორმულა 1-ის მძღოლს სიმშვიდე არ ჰქონდა. ახალ გუნდში დებიუტის ტრადიციულ სეზონამდე ტესტირებაზე სენამ თქვა: ძალიან ცუდი შეგრძნება მაქვს ამ მანქანის მართვასთან და მის ზვარზე მართვასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამიტომ არც ერთი სერია და არც ერთი წრე არ მქონია, სადაც თავს კომფორტულად, ან თუნდაც შედარებით თავდაჯერებულად გგრძნობდი. მანქანაში თავს არაკომფორტულად ვგრძნობ, ყველაფერი არასწორად მეჩვენება. სავარძელი და საჭე შევცვალეთ, მაგრამ მაინც უკვე მეც სივრცეს ვითხოვდი. თუ დაბრუნდებით იმ დროს, როცა გასული წლის სექტემბერში ესტორილში ვასპარეზობდით, ეხლა ყველაფერი ბევრად უფრო რთულად მეჩვენება. ამის ნაწილი ელექტრონული ცვლილებების ნაკლებობას უკავშირდება. ასევე მანქანას თავისი თავისებურებები აქვს, რაშიც ჯერ ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. ეს გაცილებით მეტად გაძაბავს და ეს სტრესს გიქმნის. პრობლემები გაგრძელდა სეზონის დაწყების შემდეგაც. სენა ყველაზე ცუდად დაიწყო ფორმულა 1-ის სეზონი. პირველ ორ ბოლაში, მიუხედავად იმისა, რომ ორივეში ლიდერობდა, ვერც დაასულა და ვერც ქულები აიღო.
დამწუხრებული და არეული სენა იმოლაში ჩავიდა, რათა თავისი ბედი შეეცვალა. მას არ ჰქონდა წარმოდგენა, რომ ბედს მისთვის ბევრად უფრო ბნელი გეგმები ჰქონდა. ეს იყო 1994 წლის 1 მაისი. იმ საბედისწერო რბოლის დღეს, როდესაც ძრავები იმოლას მზის ქვეშ ღრიალებდნენ, ჰაერი მოლოდინით და უხილავი შფოთვით იყო გაჟღენთილი. აირტონ სენა ყოველთვის კონცენტრაციისა და სიზუსტის განსახიერება პოლ პოზიციაზე იდგა. მისი თვალები ჰორიზონტზე იყო მიფრობილი, გონებაში კი ალბათ იმ უქმეებზე მანამდე მომხდარ ტრაგედიებს იხსენებდა. მის მანქანაში ავსტრიის დროშა იყო, სიმბოლო, რომელიც გამარჯვების შემდეგ უნდა გაეშალა, რათა იმ უქმეებზე დაღუპული თავისი მეგობარი როლანდის ხსოვნისთვის პატივი მიეგო. მწვანე შუქი აინთო, დროშები აიგნია და პლანეტის ყველაზე ელიტარული მოტოსარბოლო მანქანების ძალა გათავისუფლდა. სენა მაშინვე წინ გავარდა. მისი ვილიამს FW16 სუფთა ხაერს გაღვიძებული მხეცის ღრიალით ჩრიდა. თუმცა რბოლის დაწყებიდან სულ რამდენიმე წამში ქაოსი ატყდა. რბოლელთაგან ერთის, JJ Lero's Benetton, სასტარტო ბადეზე გაიჭედა, სიჩქარის ზღვაში უძრავი ღუზასავით. შემდგომი პანიკური მცდელობა მის ასაცილებლად მკისიერი და ქაოტური იყო. პედრო ლამი, რომელიც ლოტუსით უკნიდან მოდიოდა, დროულად ვერ ასწდა და მძიმედ შეეჯახა ლეხტოს უძრავ მანქანას. მათგან დამსხვრეული მანქანების ნამსხვრევები შრაპნელივით აიფრქვა ჰაერში და ტრასასა და ტრიბუნებზე მიმოიფანტა. ქაოსის დროს მაყურებლებიც კი დაზარალდნენ ჰაერში გაფრენილი ნამსხვრევებისგან. როდესაც უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა, სიჩქარე თითქმის ნულამდე დაეცა, რაც მკვეთრად განსხვავდებოდა ფორმულა 1-ის ადრენალინით სავსე სისწრაფისგან. Opel Vectra's უსაფრთხოების მანქანა, რომელიც შესაძლებლობებით მოკრძალებული იყო, ლიდერობდა ჯგუფს, მაგრამ მისი არასაკმარისი სიჩქარე სერიოზულ პრობლემად იქცა. მესი დაწესებული ნელი ტემპი გამოიწვია მაღალი წარმადობის საბურავების გაგრილება და ცნევის დაკარგვა, რაც სახიფათო სიტუაციაა იმ მანქანებისთვის, რომლებიც ექსტრემალური სიჩქარისთვის არიან შექმნილი. სენა, რომელიც ყოველთვის ყურადღებიანი და უკიდურესად კონცენტრირებული იყო, მკისვე მიხვდა პრობლემას. მან ენერგიულად ანიშნა უსაფრთხოების მანქანის მძღოლს, რომ სიჩქარე გაეზარდა. მისი ჟესტები ყველასთვის შესამჩნევი იყო, ვინც უყურებდა. ჩუმი, მაგრამ ძლიერი გამოხატულება გადაუდებლობისა და იმედგაცრუების. როდესაც რბოლა საბოლოოდ მე-6 წრეზე განახდა, სენა დრო არ დაუკარგავს. მან ძაფრად დააჩქარა. მისი მანქანა კი გალიიდან გათავისუფლებული ცხოველივით სწრაფად გამოეხმაურა. ლიდერობა დაიბრუნა და თავბრუდამხვევი ტემპი დააწესა საბურავების ტემპერატურისა და ოპტიმალური ცნევის აღსადგენად. მაგრამ როდესაც მე-7 წრეზე ცნობილ ტამბურელოს მოსახვევს მიუახლოვდა, მოსახვევს, რომელიც თავისი სირთულითა და დაუნდობელი მრუდით იყო ცნობილი, კატასტროფა დატრიალდა. მისმა მანქანამ, რომელიც შესაძლოა ჯერ კიდევ დაზიანებული იყო წინა ტემპის პრობლემებით ან ფარული მექანიკური გაუმართავობით, ვერ შეძლო მოსახვევის გავლა. ამის ნაცვლად მანქანა რბოლის ხაზიდან პირდაპირ გავიდა და საშინელი სიჩქარით დაახლოებით 191 მილი-საათში მოძრაობდა. აირტონ სენამ სცადა მანქანის კონტროლი, მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მძღოლსაც კი არ ყოფნიდა ოსტატობა, რომ აეცილებინა ის, რაც უნდა მომხდარიყო. რამდენიმე წამში მანქანა ბეტონის დამცავ კედელს შეეჯახა, სავარაუდოდ 145 მილი-საათში სიჩქარით. ესეთი სიჩქარით შეჯახება კატასტროფული იყო. შეჯახების ძალამ პანიკა გამოიწვია, როგორც ტრასაზე, ისე მაყურებლებში. სამედიცინო ჯგუფები სასწრაფოდ მიიჭრნენ შემთხვევის ადგილზე, სასოცარკვეთილი იმედით, მათი მცდელობები ბედისწერის დაუნდობელ დროსთან გააფთრებულ ბრძოლას ჰგავდა. ისინი ცდილობდნენ სენა გამოეყვანათ ნამსხვრევებიდან, მისი მანქანა კი ავარიის სიმძიმის დამადასტურებელ მტკიცებულებად იყო ქცეული. აირტონ სენა როგორღაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და როცა სამედიცინო ჯგუფი გამალებით ცდილობდა მისი გადარჩენას, კითხვები გაჩნდა. რა გახდა მიზეზი, რომ მსოფლიო დონის მძღოლმა მანქანაზე კონტროლი დაკარგა? საბოლოოდ ამინდინათელი იყო და სენა მე-7 წრეზე ლიდერობდა. გვერდით არც ერთი მანქანა არ ჰყავდა. შემდგომ სასამართლო პროცესზე იტალიელმა პროკურორებმა უილიამსის ჯგუფი დაადანაშაულეს დეფექტურ საჭის ღერძში, რომელიც გათხრდა და მანქანა მართლობას დაკარგა შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე. უილიამსის ფარემ კი განაცხადა, რომ საჭის ღერძი ავარიის შემდეგ გათხრდა და შემთხვევა სხვა მიზეზებმა გამოიწვია. სენას თანაგუნდელი მსოფლიოს ჩემპიონი დეიმონ ჰილი მიიჩნევდა, რომ მანქანის გზიდან გადასვლა მძღოლის შეცდომამ გამოიწვია. მიხაელ შუმახერმა, რომელიც იმოლაში სენას უკან მიხვებოდა, თქვა, რომ სენა პირველივე წრიდან ნერვიულად გამოიხურებოდა და მისი მანქანა ბორცვზე ახტა და ირხეოდა, რამაც საბედისწერო მოსახვევამდე მიიყვანა. მაგრამ იყო ეს მექანიკური წუნი, მძღოლის შეცდომა თუ გაუთვალისწინებელი გარემოება, აირტონ სენა სიცოცხლისთვის იბრძოდა. ტელემეტრია მოგვიანებით აჩვენებდა, რომ სენამ 2 წამის განმავლობაში დააჭირა მუხუჭებს, სანამ ბეტონის კედელს შეეჯახებოდა. როდესაც მანქანიდან ამოიყვანეს, მისი მდგომარეობის სიმძიმე აშკარა იყო. მას თითქმის 90% სიცოცხლის ძალა ჰქონდა დაკარგული. გავრცელებული ინფორმაციით მარჯვენა წინა ბორბალზე მიმაგრებულმა ნაწილმა მისი ჩაფხუტი გაარღვია და შუბლზე დიდი ღრმული დატოვა.
გარდა ამისა, ჩანდა, რომ საბორბლე კვანძის დაკბილული ნაწილი ჩაფხუტის ვიზორში, მის მარჯვენა თვალის ზემოთ იყო შეღწეული. მას მრავლობითი მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული, მათ შორის თავის ქალის მოტეხილობებები, ტვინის დაზიანებები და საფეთქლის არტერიის გახეთქვა. მისი მძიმე ნევროლოგიური მდგომარეობის გამო, სამედიცინო ჯგუფმა სასწრაფო ტრაქეოტომია ჩაუტარა ტრასაზე, სანამ მას ჰოსპიტალში ვერტმფრენით გადაიყვანდნენ. სენას ტრასაზე გადაუდებელი სამედიცინო პერსონალის მიერ მკურნალობის ფოტოები, სენას მეგობარმა და ოტოსპრინტის ფოტორედაქტორმა ანჯელო ორსიმ გადაიღო. პატივისცემის ნიშნად ეს ფოტოები ოფიციალურად არასოდეს გამოქვეყნებულა. 2 საათი და ნახევარი სამედიცინო ჯგუფი მის გადარჩენას ცდილობდა, მაგრამ როგორც მოგვიანებით ტრასიდან პირდაპირ განაცხადეს, ედელთან შეჯახებამ მას ტვინის ღერო დაუზიანა, რის შედეგადაც ის ფუნქციას აღარ ასრულებდა. აირტონ სენა ტრაგიკულად გარდაიცვალა. მისი ბოლო წუთები კოკპიტში ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გავიდა იმ სპორტში, რომელსაც ყველაფერი მიუძღვნა. სპორტში, სადაც ტრაგედიები ხშირი იყო, მაგრამ სასიკვდილო შემთხვევები იშვიათი იყო. აირტონ სენას ტრაგიკული ავარიის შემდეგ, ფორმულა 1-ისა და მთლიანად სპორტის სამყარო ღრმა შოკსა და გლოვაში აღმოჩნდა. სენა არამხოლოდ გამორჩეული ფიგურა იყო მოტოსპორტის სამყაროში, არამედ ეროვნული გმირი ბრაზილიაში და მსოფლიოშიც საყვარელი ფიგურა იყო. ფორმულა 1-ის სამყაროს დაუყოვნებელი რეაქცია იყო მწუხარების და ერთდროულად უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების მტკიცე სურვილის ნაზავი. სენას ავარიის ბუნებამ, რომელიც მოხდა მიუხედავად უკვე არსებული მაღალი უსაფრთხოების სტანდარტებისა, მკაცრად შეგვახსენა ის რისკები სიჩქები, რაც მაღალი სიჩქარის რბოლებშია ჩადებული. ამან გამოიწვია უსაფრთხოების პროტოკოლების დაუყოვნებელი ცვლილებები და მსოფლიო მასშტაბით რბოლის ტრასებზე უსაფრთხოების ზომების გადახედვა. ტრაგედიის შემდეგ კვირებში რამდენიმე გრან-პრის ტრასაზე ჩატარდა ცვლილებები მძღოლების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. ეს ცვლილებები მოიცავდა ტრასის კონფიგურაციის შეცვლას მაღალი სიჩქარის მოსახვევების შესამცირებლად და უფრო თანამედროვე ბარიერების დამონტაჟებას, რომლებიც უკეთესად შთანთქავენ დარტყმას. FIA ფორმულა 1-ის მმართველმა ორგანომ ასევე შემოიღო რამდენიმე მოკლევადიანი უსაფრთხოების ზომა და დაიწყო უსაფრთხოების სტანდარტების სრულყოფილი გადახედვა, რამაც შემდეგ წლებში უფრო მნიშვნელოვანი რეგულაციური ცვლილებები გამოიწვია. აირტონ სენას გარდაცვალება ფორმულა 1-ის ისტორიაში უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური ყურადღების ცენტრში მოქცევის კატალიზატორი გახდა. მისმა ავარიამ, ასევე როლანდ რატცენბერგერის გარდაცვალებამ იმავე შაბათ-კვირას გარდამტეხი წერტილი შექმნა, რომელმაც სპორტში უსაფრთხოებისადმი მიდგომის მასშტაბური რეფორმა გამოიწვია. ეს მოიცავდა საბოლოოდ ჰანსის, თავისა და კისრის დამცავი მოწყობილობის შემოღებას, ავტომობილებისთვის ავარიის ტესტირების უფრო მკაცრ სტანდარტებს და მრავალ ცვლილებას, როგორც მანქანის დიზაინში, ასევე ტრასის უსაფრთხოების სტანდარტებში, რომლებიც მიზნად ისახავდა მძღოლების უკეთ დაცვას. იმოლაში მომხდარმა ტრაგიკულმა შაბათ-კვირამ გამოიწვია Grand Prix მძღოლთა ასოციაციის ხელახჩელი ჩამოყალიბება, რომელიც იმ დროს არ იყო აქტიური. ეს ორგანიზაცია, რომელსაც მძღოლები ხელმძღვანელობდნენ, კონცენტრირებული იყო უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებაზე და უზრუნველყოფდა, რომ მძღოლების ხმა გაგონილი ყოფილიყო რბოლის პირობებსა და უსაფრთხოების ტექნოლოგიებზე განხილვისას. მისი ტრაგიკული ავარიიდან 10 წლეულების შემდეგაც აირტონ სენას მემკვიდრეობა კვლავ შთააგონებს და აყალიბებს ფორმულა 1-ის სამყაროს. მისმა ერთგულებამ და ოსტატობამ ის არამხოლოდ ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მძღოლად აქცია, არამედ სპორტში მნიშვნელოვანი უსაფრთხოების წინსვლის კატალიზატორადაც. ყოველი ახალი უსაფრთხოების ზომა, ყოველი სიცოცხლე, რომელიც პოტენციურად კატასტროფული ავარიის დროს გადარჩა, ყოველი ახალგაზრდა მძღოლი, რომელიც ფორმულა 1-ში დიდების ოცნებით შედის, სენას მემკვიდრეობის ნაწილს ატარებს.